ჩვენ ახლა საკმაოდ საჭიროა საკითხზე გადავდივართ, როგორც არის განქორწინება. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ხშირად შეიძლება არა, მაგრამ ხანდახან ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის ხოლმე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და არავის პრობლემა არ აქვს, მაგრამ როგორც წესი ამ პროცესთან ახლავს ხოლმე ძალიან ბევრი გამოწვევა, სტრესი, ნერვიულობა, ღელვა და ასე შემდეგ და არა მხოლოდ იმ ორ ადამიანს შორის, რომელიც განქორწინდება, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. და რა თქმა უნდა, ყველაზე სენსიტიური ამ საკითხში აუცილებლად არიან ბავშვები, მით უმეტეს არასრულწლოვანი ბავშვები და მოდით ვისაუბროთ ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე სტუდიაშია, ეს გახლავთ ვერიკო გოჯიაშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დილამშვიდობისა. ვერიკო და ალბათ მაშინ როცა განქორწინების პროცესი დგება, აქედან სულ თავიდან რომ დავიწყოთ საუბარი, რა უნდა, აი პირველი ნაბიჯები მშობლებისთვის, ასე ვთქვათ, რა იქნება გადასადგმელი იმისთვის, რომ ბავშვისთვის მაქსიმალურად ასე ვთქვათ, მშვიდად ჩაიაროს ამ პროცესმა. და საერთოდ რა ხდება ბავშვის ფსიქიკაში ამ დროს? კი ბატონო, მოგესალმებით, ძალიან ლამა სტუდიაში დილამშვიდობისა. ეს პროცესი, რაც არ უნდა ჩვენ ესე ლამაზად მოვყვეთ, ვერ ჩაივლის უემოციოდ და ლამაზად. ძალიან ძნელია, როგორც არ უნდა გავთვალოთ და ავასწავლოთ ადამიანებს, განქორწინება არის ესეთი პროცესი, რასაც აუცილებლად ახლავს ემოცია და გაუკონტროლებელი ემოცია. და რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ ბავშვებს ჩვენ ეს პროცესი ავარიდოთ და ეს ემოცია ავარიდოთ, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ბავშვები არიან ინტუიციური არსებები, ისინი სუმფლად არაცნობიერით აზროვნებენ და იღებენ ინფორმაციას, სულ რომ მდუმარედ იყოს მშობელი ისე ამიერთებული, განსაკუთრებით დედაზე პატარა, რომ ის ამ ემოციას იზიარებს, დედის ემოციას აბსოლუტურად იზიარებს. და განქორწინებამდე თავისთავად ბუნებრივია ოჯახი ისე ვერ მივა, რომ მას წინასწარ რაღაც დრამები არ უწყოდეს. ძალიან ძნელია, როცა რაღაცა იმპულსური სიტუაცია, კონფლიქტის წამოვა ოჯახში და ვინმეს გაახსენდეს, რომ მოდი ახლა ბავშვებმა ჯერ დაიძინონ და მერე ვიჩხუბოთ. ან მერე გავარჩიოთ. ამის დალაგება ძალიან ძნელია. ასე რომ, როცა გონიათ, რომ ბავშვებმა არაფერი არ იციან, ბავშვმა რა იცის, ბავშვმა ყველაფერი იციან, ძალიან კარგად გრძნობენ და რა თქმა უნდა ჯობია თავიდანვე თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო წყვილმა, ჩააყენონ ბავშვის საქმის კურსში და როგორც დასრულს ისე დაელაპარაკონ. ხო და რა ფორმით უნდა ხდებოდეს? კი, ბავშვის ფსიქიკაში რა ხდება, აუცილებლად გეტყვით, ბავშვისთვის ოჯახი და დედმამა არის ყველაზე დიდი საყრდენი. ამ საყრდენზე დგას ბავშვი, რომელსაც ნელ-ნელა თავისი საყრდენები უნდა განუვითარდეს, იმაზე დაყრდნობით, ან როგორც განვითარდა მშობლისგან მისი საყრდენი, მერე უკვე ზრდასრულობაში და დროთა განმავლობაში უნდა გადმოილოცოს ის საყრდენი თავის თავში, ანუ ყველა საყრდენი ალიფდება მშობლისგან. დაახლოებით ჩვენ რო წარმოვიდგინოთ მეტაფორულად, დედამიწაზე დგას ბავშვი, ეს მშობლები არიან ეს დედამიწა და ერთი წყალია და მეორე მიწა. და რომ წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვისთვის ცალკე მიდის წყალი და ცალკე მიწა, ჩვენ თავზე რო წარმოვიდგინოთ, რომელთან გვენდომებოდა ყოფნა. რომელია ისეთი, სადაც მე არ დავიღუპები, რაღაცა არ მელოდება, საშიშროებები არ მელოდება, ანუ არც ერთი საყრდენი არ არის ისეთი, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. და არ იცის, სუმთლად წყალი ჯობია თუ სუმთლად მიწა უწყლოდ, აღარ იცის რა ჯობია. ამიტომ ჯობია, რომ მშობელმა რაღაცნაირად მოიკრიბოს გონიერება და თუ ამ გადაწყვეტილებამდე ოჯახი მივიდა, ყველანაირად ცივილურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ყველანაირად ბავშვს შეუქმნას განწყობა, რომ ეს არ არის ნგრევა. ეს არ არის ისეთი ნგრევა, რომ შენ უნდა გაიყო, გაიხლიჩო და არჩევანი გააკეთო. როგორც წესი, ძალიან ხშირად აიძულებენ თუ მოსდით ესეთი რაღაცა მშობლებს, რომ
ერთმანეთს ლანძღავენ ბავშვის თანდასწრებით. ან მშობლების მხარეები, თქვა დედის მხარეს წავიდა ბავშვი და მამის მხარე ილანძღება, მამის მხარეს წავიდა ბავშვი და დედის მხარე ილანძღება და არსად ბავშვი უსაფრთხოდ თავს არ გრძნობს. დედა ცუდია ან არ არის სანდო, ან მამა ცუდია ან არ არის სანდო, ბავშვისთვის წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, როგორც ჩვენ ახლა რა ვიცი ჯუნგლებში რო გაგვიშვან და არასანდო სამყაროში მოგვიწიოს ცხოვრება. აი ესეთი სიტუაცია ფსიქიკაში ხდება ეს. თუმცა ზოგი ბავშვი თქვენ თქვით, რომ ზოგანო არა ისახებაო, არის ზოგი ბავშვი ისეთი, რომელიც ამას არ იმჩნევს, ძალიან კარგად ფარავს და მასკირებას უკეთებს, მაგრამ აუცილებლად ამოიხედავს ეს დიდ ასაკში. აუცილებლად ეს უსაფრთხოების განცდა, შიშის, შფოთის სახით, აუცილებლად ამოიხედავს საყრდენების უქონლობის სახით, ან ვეღარ შეძლებს ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას ვიღაცასთან, ან პირიქით ისეთი მიჯაჭვულობა უნდა თავის ან მეორე ნახევართან, ან მეგობართან, ან რომელიღაც ადამიანთან მისცით საყრდენს დაინახავს, რომ შეიძლება შეაწუხოს მეორე ადამიანი თავისი მიჯაჭვულობით. ქალბატონო ვერიკო, ასევე ძალიან ხშირია აი თვით დადანაშაულება, თავის დადანაშაულება ბავშვის მხრიდან, როდესაც ის თვლის, რომ თვითონ არის დანაშაული. კი ბატონო, აი როგორც ჩვენ თქვით მეტაფორულად, რომ მშობლები არიან მისთვის დედამიწა და ერთიანობა და თვითონ დგას ზემოდან. ანუ განცდა აქვს, რომ თუ რაღაცა ამ დედამიწას და ამ ერთობას დაემუქრა, ამ თლიანობას რაღაც დაემუქრა, მე დავამძიმე. და მე ვარ ზედმეტ, ისინი ერთი არიან, ის დაიბადა თუ არა, ჩაისახა თუ არა, მას აქვს ამური ადამიანის ერთიანობის განცდა და თუ მათ რამე ემუქრებათ, ესე იგი მე ვარ ზედმეტი, მე რაღაც დავაშავე და უნებური დანაშაულის გზნობა, რომელიც მე ძალიან დიდხანს თუ არ დაამუშავა. იმიტომ რომ არის ემოციები, რომელსაც ჩვენ მივიკრავთ, რაღაცნაირად შევხვდებით, გავივლით და შეიძლება მე რაღაცა მეთოდებით თვით დამუშავებით გავდევნოთ ეს ემოციები და გავუშვათ ჩვენგან, მაგრამ არის ისეთი საბაზისო ემოციები, რომელიც თუ ჩაჯდა მით უმეტეს ბავშვობაში, იმდენად ილექება და იმდენად არაცნობიერის ქვედაშრეში ჯდება, რომ თუ მე სიღრმისეულად არ იმუშავა ადამიანმა ძალიან ძნელია იმის განდევნა. გაბატონო ვერიკო, არის განსხვავება, რა თქმა უნდა იქნება განსხვავება, ყველა ბავშვი არის ინდივიდი და თავისი ავტონომიური სამყაროა ეს, მაგრამ რაღაცა ერთიანი თუ ახასიათებს, თქვა, მოზარდებს, პატარებს და უკვე თინეიჯერებს. რაღაცა საერთოდ თუ არსებობს. აი, ნახეთ, ჩვენ თქვით, რომ უნდა დაელაპარაკოს, უნდა თვალში კარგია თუ ორივე ერთად დაელაპარაკებიან მშობლები, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოება მაინც ინგრევა, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შეუნარჩუნოთ ბავშვს, მაგრამ არის ასაკი 2 და 3 წლის ბავშვს თვალში გაუყარეთ და რაღაცა აუხსენი არ გამოდის. არის სხვადასხვა მეთოდები, რითიც შეიძლება ვთქვათ, მოუხმოთ ცოტა ფანტაზიას და ზღაპრით თერაპიით მშობელსაც შეუძლია ვთქვათ შექმნას და ეს თერაპიული ზღაპარი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უნდა შეიქმნას ზღაპარი ისეთ არსებაზე, რომელთანაც ბავშვი გააკეთებს იდენტიფიცირებას. შეიძლება ეს ცხოველიც იყოს, ფრინველიც იყოს და ბავშვიც იყოს პატარა, ისე უნდა შესავალში აღიწეროს ეს ბავშვი, რომ ბავშვს მოუნდეს მასთან იდენტიფიცირება, გაიგივება მასთან და შემდეგ ამ ისტორიას ვაწვდით ისე როგორც ჩვენ გვინდა. ანუ ვაწვდით ბავშვს, რომ რაღაცა აუცილებლობის გამო, იმის გამო, რომ რაღაცა დედას რაღაცა მოვიგონოთ შესაბამისი სიტუაცია ან მამასთან არის აუცილებლობა და მშობლები ცალ-ცალკე იცხოვრებენ, მაგრამ მისთვის იქნებიან მზრუნველები, იქნებიან მეგობრები, ყველანი ერთად ხანდახან სადღაც სწავლენ, მაგრამ ეს რაღაცა ნორმასავით მივაწოდოთ ბავშვს. იმიტომ რომ ზღაპრით თერაპიის არსიც ამაში მდგომარეობს, რომ რაღაცნაირად მეტაფორულად ბავშვმა გვერდიდან მიიღოს ეს ისტორია და გაიგივდეს და ძალიან მტკივნეულად აღარ მიიღოს. თუმცა მტკივნეული მაინც არის. აი თინეიჯერების შემთხვევაში თინეიჯერების შემთხვევაში ჯობია არ მოვატყუოთ. ჯობია პირდაპირ, იმიტომ რომ მან მაინც იცის, ხა როგორ შეიძლება მით უმეტეს დღევანდელ დღეს 13-14 წლის მოზარდმა ვერ შეამჩნიოს მშობლებს შორის რა ვითარებაა და
იქით სვავენ კითხვებს ბავშვები და თვითონ იწყებენ ძალიან ხშირია თვითონ იწყებენ საუბარს ამასაკის ბავშვები რომ თუ ვერ ამდენი დაპირისპირება აუტანელია სახში შემოსვლა აღარ მინდა და თუ ვერ იგდებით ერთმანეთში დაშორდით თვითონ ინიციატივას იღებენ თვითონ მოზარდები ძალიან ხშირად ოჯახებში ამიტომ ჯობია პირდაპირ დალაპარაკება შენი ფუის გარეშე და ის რომ შენთვის თანასწორი ვართ დედა რჩება მამა რჩება უბრალოდ ჩვენ ვიცხოვრებთ ცალ-ცალკე როგორც დასრულს ავუხსნით სიტუაციას ასევე რა თქმა უნდა ჯობია რომ მე ეს არ დარჩეს სიტყვებში და რა თქმა უნდა ძალიან კარგია რომ ახლო ნათესავებს ერთ ოჯახში და მეორე ოჯახში ესმოდეთ ის რომ დედა მაინც არის დედა მამა მაინც არის დედა რაც არ უნდა მათ უთანხმოება ქონდეთ და არ შეიძლება აუგის თქმა ბავშვებთან მშობლებზე ფსიქიკა ყველაზე ძალიან აქ ირღვევა. ალბათ ჩვენ ახლა გვიყურებს ძალიან ბევრი ისეთი ოჯახი, რომელიც ვისურვებდი რომ ცოტა იყოს, მაგრამ რომელსაც დღის წესრიგში უდგას ეს პრობლემა, ხო? ჩვენ ყველას კარგად გვესმის ალბათ ის რომ ეს იმხელა სტრესთან არის დაკავშირებული ხშირ შემთხვევაში და ამ ორ ტრიალში შეიძლება ბევრი რამ თავად მშობელსაც გამორჩეს რა თქმა უნდა იგივე ბავშვთან მიმართებაშიც აი საინტერესოა თქვენ ურჩევდით ასეთ მშობლებს რომ მაინც ფსიქოლოგს მიმართონ აი თვითონ თუ ვერ უმკლავდებიან ან თვითონ შეიძლება ისეთ სტრესში იყოს ადამიანი რომ ესეც გასაგებია შეიძლება საერთოდ ვერ რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ხშირად მომართვიანობა სხვათა შორის როცა მოდიან თქვა მთელი ოჯახი მოდის და ძალიან ვცდილობთ სხვათა შორის არ ვიცი აი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თუ რამე რესურსი არის დარჩენილი მათ ურთიერთობაში რომ გადარჩეს ოჯახი იქნებ დაიწმინდოს ეს კონფლიქტი იქნებ რაღაცა მოგვარდეს იმიტომ რომ მათთვისაც არა მხოლოდ მოდი ნუ გავაკეთებთ ასე რომ ბავშვებისთვის შენარჩუნებული ოჯახი ბავშვი გამოთქმა არსებობს არც ცემენტია არც წებოა და დიდხანს ვერ შეანარჩუნებს ბავშვი და შეიძლება უფრო დაინგრენ, დაილეწონ და სამივე მხარე უფრო დაზიანდეს, მაგრამ თავიანთი თავისთვის შეიძლება ისეთ რაღაცა შეცდომაში არიან, იმიტომ რომ როგორც ბავშვს აქვს თავის ზრდის გარდატეხები და კრიზისული ასაკები, ისე აქვს ოჯახს თავის კრიზისული ასაკები და ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვის კრიზისული ასაკი და ოჯახის კრიზისული ასაკი ერთმანეთს ემთხვევა. იმიტომ რომ ზუსტად ის 3 წელი, 7 წელი, 14 წელი, აი ეს კრიზისები, როგორც ბავშვს აქვს, მე თვითონ ზუსტად ასეა კონფლუენციით იწყებს წყვილი და ეს ბუნებრივიც არის ახალი წყვილი ყოველთვის შერწყმაში შედის ერთმანეთთან და რაღაცა ისეთი არაბუნებრივ გადაჯაჭვულობაში შედის მერე იწყება აი 3 წლის ასაკში რომ მე ვარ და შენ ხარ თითქოს ერთმანეთს აბრალებენ ამას ამ დროს ორივე შევიდა ამ კონფლუენციაში და აი ეს განჯაჭვა ცოტა რთული პროცესია და შეიძლება დახმარება უნდაც და თუ მოვიდნენ შეიძლება ძალიან კარგადაც დაინახონ ერთმანეთი ან რაღაცა ვცადოთ ყოველ შემთხვევაში და ძალიან სწორია ასეთი მომართვიანობა იმიტომ რომ ბავშვთანაც მე ცალკე ბავშვთა ფსიქოლოგი მუშაობს ჩვენთან ცენტრია და ნუ შეიძლება გაანაწილო ისე რომ ბავშვიც შედარებით უმტკივნეულოდ მე მაინც ვერ ვიტყვი რომ უმტკივნეულო პროცესი შეიძლება წარიმართოს აი ვერაფრით ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არ მინახავს უმტკივნეულო პროცესი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და მე მგონი მაინც მშობლებმა იმ სევდიან თვალებზე უნდა იფიქრონ პატარებს რო აქვთ აი ამ დროს. აუცილებლად ვერიკო გურჯიაშვილი მე არ ვამტყუნებ იმ თაობას მაგრამ შეფუთვა დამთავრდა ამ თაობაში და უნდა მივყვეთ. აუცილებლად. ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი ვერიკო გურჯიაშვილი იყო ჩვენთან ერთად დილიდან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ